მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გაგაცნოთ ძალიან მაგარი ხალხი, ტყუპი ძმები, თორნიკე და ცოტნე ტურაბელი ძეები. მათ აქვთ პრობლემა ზიან ეტლში, მთელი ცხოვრება 26 წლის განმავლობაში და მათ აქვთ შანსი რომ გაიარონ. ეს ბიჭები არიან ხელოვანი ხალხი, მღერიან, ფანდურზე უკრავენ და ძალიან ოქრო ადამიანები არიან, მინდა გითხრათ, გავიცანი რამდენიმე კვირის წინ. ამ ბიჭებს კვლევები ჩაუტარდათ რამდენიმე წლის წინ და უთხრეს რომ იყო შანსი გაევლოთ ფეხზე, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ახლა ისევ აქვთ კვლევები ჩასატარებელი, მაგრამ ამჯერად თურქეთში უნდა წავიდნენ, უნდა ჩაიტარონ კვლევები და შემდეგ ეტყვიან შეიძლება თუ არა ოპერაციის გაკეთება. და მარიამის ოპერაციის შემდეგ ჩვენ ვაპირებდით თანხების შეგროვება დაგვეწყო, მაგრამ მარიამის ოპერაცია რომ გაკეთდა, იქედან თურქეთიდან იყო ძალიან დიდი დაინტერესება და ჩვენ დაგვიკავშირდა გადამყვანი კომპანია აიდერი და გითხრა ასეთი ძალიან მაგარი სიახლე რომ ეხლა მინდა ერთი ძალიან კარგი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, მომზადებულ სტუმრებს, სწორედ დანტესის მაგალითი აიღეს თურქებმა და სწორედ მისი მაგალითის წყალობით ჩვენ ამ ბიჭებისთვის ვეცადით ადამიანს, ვინც ხელს მოკიდებდა ბიჭებს, გადაიყვანდა თურქეთში და გახდებოდა ყველა ანალიზის ცნობილი შეძლებდა თუ არა ეს ბიჭები ფეხზე დადგომას. ჩვენი მეგობარი, რომელიც არის თარჯიმანი, რომელსაც გადაყავს თურქეთში, ისაც ყველაზე მეტად ჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი გვერდში დგომა, დაუკავშირდა პრეზიდენტ ერდოღანის მეუღლის კლინიკას, Medical Parks, კომპანია აიდერის მეშვეობით და მე მინდა მადლობა გადავუხადო მის ხელმძღვანელს და გამოსხადო ესეთი ინფორმაცია, რომ ისინი მზად არიან $10,000 საქმე, რომელიც ეხება ანალიზებს, სრულიად დააფინანსონ და გადაიყვანონ ბიჭები თურქეთში. ეს არის დავითის ვიდეოების წყალობით. თუკი თქვენ თანახმა იქნებითო, ამ ბიჭებს სრულიად უფასოდ გაუკეთებს კლინიკა Medical Park-ი კვლევებს. კვლევები, რომელიც მიახლოებით $10,000-მდე ჩდება, გაკეთდება სრულიად უფასოდ. ჩვენგან მხოლოდ ის იქნება საჭირო, რომ წავიდეთ თურქეთში, გადავიღოთ ეს ყველაფერი და გავაშუქოთ და მივიტანოთ საზოგადოებამდე ეს ძალიან მაგარი ამბავი.